მშვიდობისა გილოცავ-ჩობის დღესასწაულს საღამოს 9 საათზე დღის მთავარ თემებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთა სანიგიძე წარმოგიდგენთ რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ. ალილოს საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია წელს განსაკუთრებულად აღნიშნეს. თავად ანგელოზნი მოევლინენ ქრისტესობას და ახარებდნენ ადამიანებს მაცხოვრიშობას და ჩვენც დავდივარ და ვახარებთ ადამიანებს. საოცარი ტრადიცია გვაქვს ქართველებს. ვხვდებით ორი მნიშვნელოვანი ფაქტით ამ დღეს. ეს არის ერთი ალილოს დღესასწაული და მანამდე კი ღამე ვხვდებით ანთებული სანთლებით. ეს დღესასწაული და ეს დღე ყოფილიყო საქართველოს ყოველივე სიკეთის საწყისი, ყოველივე ახლისა. პატრიარქის საშობაო ეპისტოლე ილია მეორე ინფორმაციულ ომზე საუბრობს და მრევლს პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს. დღეს ინფორმაციული ომის ჟამი დგას. კალმით, ანუ სიტყვით ბრძოლის დრო. მასთან შეჭიდება კი გონიერმა. ცოდნე და ამასთან ღვთისმოყვარე ადამიანებმა უნდა იტვირთონ. ეს რჩევები ყოველთვის არის გასათვალისწინებელი, ყოველთვის არის განსაკუთრებული, რომ ადამიანი დაფიქრდეს თავისი არსებობის არსზე საერთოდ. დღეს შობა მართლმადიდებელი მრევლი მაცხოვრიშობის დღესასწაულს აღნიშნავს. პატრიარქის მიერ აღდგენილი მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არც წელს დაირღვა. თბილისში საშობაო ალილო მოეწყო. სანახაობა მოგვების, მწყემსებისა და სასულიერო პირების მონაწილეობით და თეატრალიზებული ელემენტებით. მსვლელობის მონაწილეები დღეს ორი წერტილიდან, ვარდების მოედნიდან და ისნიდან დაიძრნენ და სამების ტაძარში შეჩერდნენ, სადაც სადღესასწაულო პარაკლისი აღავლინეს. ალილოზე შეგროვილი ნობათით მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებსა და უმწეოთა თავშესაფრებს დაეხმარებიან. 2013 წლის ალილო ნახეთ თიკა წერეთლის რეპორტაჟში. ტრადიცია, რომელსაც მრავალი საუკუნის წინ ჩაეყარა საფუძველი, დღეს მასშტაბურად აღინიშნა. ალილო ანუ საშობაო მსვლელობა ვარდების მოედნიდან და ისნიდან ერთდროულად დაიწყო. მას ბავშვები და სასულიერო პირები მიუძღოდნენ. ჩვენი ეს მსვლელობა არის ხარება ქრისტეს შობისა, ანუ აი ამ სასწაული მოვლენისა. ამასთან ერთად იკურთხება აი ამ მსვლელობის დროს მთელი თბილისი, ქალაქი ჩვენი, შეგროვდება შემოწირულობა, რომელიც განაწილდება გაჭირებულთათვის. აქედან ბავშვები მივდივართ სამებაში და უნდა მივილოცოთ პატრიარქ იესო ქრისტეს შობის დღე. რუსთაველის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა. მიალილოები რამდენიმე ადგილას შეჩერდნენ. პარლამენტის ძველი შენობის წინ მათ ძღვენი დეპუტატებმა გადასცეს. იყო სხვავი, ბარაკა, ჯანმრთელობა, სიხარული და ბედნიერება. მშვენიერი ტრადიცია, როდესაც პარლამენტის წევრები ამ ალილოს მონაწილეებს გადასცემენ საჩუქრებს და იღებენ თავის მონაწილეობას მთელ ამ ცერემონიაში. თბილისში ძალიან კეთილი ადამიანები ცხოვრობენ და დარწმუნებული ვარ, რომ ალილოს მონაწილეები ძალიან ბევრ საჩუქარს წაუღებენ იმ ადამიანებს, ვისაც ზრუნვაც აკლია, სითბოც აკლია და სიყვარულიც აკლია. შობა ხოლმე სიყვარულის და სიახლის დიდი დღესასწაულია. შემდეგ მსვლელობამ საკრებულოს წინ გადაინაცვლა. მოგვიანებით კი მიალილოეთა ნაწილი საპატრიარქოში წავიდა, სადაც მათ უწმინდეს საჩუქარი გადასცეს. პატრიარქმა ბავშვებს ტანსაცმელი და ტკბილეული დაურიგა და დაალოცა ისინი. განსაკუთრებით მე მინდა მივულოცო აფხაზეთის ნაწილების რეგიონს. ვერც მაინაბოს საქართველოს მთლიანობა და ბედნიერი. ჩვენთან არსებობს. მსვლელობის მონაწილეთა მეორე ნაწილი კი პრეზიდენტს ეწვია. მიხეილ სააკაშვილმა შობის მაღარებლებს რეზიდენცია დაათვალიერებინა და ძღვენი გადასცა. გილოცავთ კიდევ ერთხელ და ეს არის ბრავოს ბედნიერად. დიდი მადლობა რომ გამოგვიარეთ. ჩვენთვის ძალიან დიდი მადლობა. წელს პირველად მსვლელობა ვარდების მოედნის პარალელურად ისნიდანაც დაიწყო. ბოლოს კი ყველა სამების საკათედრო ტაძარში მოიყარა თავისა და ღონისძიება სადღესასწაულო პარაკლისით დასრულდა. აქ აღესრულა უფლისადმი სამადლობელო პარაკლისი ქართველთა გაერთიანებისათვის, მშვიდობისათვის, ჩვენი შვილების კეთილდღეობისათვის. ეს მსვლელობა გარკვეულწილად არის თეატრალიზებული და ჩვენ 2000 წლის წინანდელ საღვთო ისტორიის ამბებს ვახსენებს. ძველი ტრადიციის თანახმად მიალილოებს მოსახლეობა ტკბილეულსა და სანოვაგეს გადასცემს. ძღვენი, რომელიც დღევანდელი მასშტაბური ალილოს მსვლელობის შემდეგ სამების ახალგაზრდულ ცენტრში მიიტანეს, 9 იანვარს მოხუცთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებს გადაეცემა. ალილო რეგიონებში შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, გურია, სამეგრელო, იმერეთი აჭარა საშობაო ტრადიციამ დღეს მთელი ქვეყანა მოიცვა. სადღესასწაულო მსვლელობის მონაწილეები გზადაგზად ტკბილეულსა და საჩუქრებს იღებდნენ. დღის ბოლოს კი შეგროვილი ნობათი ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებში და ციხეებში გადანაწილდა. ნახეთ როგორ აღნიშნეს 7 იანვარი საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში. ნიშა და ნიკორა გორის ქუჩებში დღის პირველი საათისთვის გამოჩნდნენ.
ხარები ალილოში მონაწილეობის მისაღებად სოფელ ოლოზიდან სპეციალურად ჩამოიყვანეს. ალილოს მსვლელობა გორის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მორწმუნეებმა ქალაქი გალობით შემოიარეს და ურემის საშობაო საჩუქრებით დატვირთეს. ვერცალთხოვულების და შიობა ყოფილიყოს ქვეყანებასა ჯანმრთელობა ბედნიერება დღევანდელი დღე არის კარგი და ძალა და ღონიერი რა. შობის ხატით საწინამძღვრო ჯვრებითა და დროშებით ქრისტეს მახარებლებმა ალილოს მსვლელობა გვიან ღამით დაიწყეს დუშეთში. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მორწმუნეებმა ყველა ოჯახს ლოცვით უფლის დაბადება ახარეს. ყველას გილოცავთ ქრისტეს შობას, მოგილოცავთ სრულიად საქართველოს და მთლიან ქრისტიანულ სამყაროს. დღეს ვიყავით ამ დღესასწაულზე და ძალიან ბედნიერები ვართ. ლანჩხუთში სოფელ შუხუთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაწყებული ალილოს სადღესასწაულო მსვლელობა მთელ რეგიონში გაგრძელდა. მოსახლეობა შობის მახარებლებს ტკბილეულსა და სურსაც გადასცემდა. ალილოს დასრულების შემდეგ კი შეგროვებული ნობათი მიუსაფარ ბავშვთა სახლს გადაეცა. ყველა წევრად ჩვენ ალილოზე ვიკრიბებით ლანჩხუთის რაიონში, ჩამოვივლით მოსახლეობაში, შეწყვეტილებებს აკეთებენ. შემდეგ ეს შეწყვეტილება რა თქმა უნდა გაჭორებულებს, ყველა შეწყვეტილ ადამიანებს ურიგებთ და ულოცავთ ამით ლანჩხუთის რაიონში. ქალაქის მთავარი ტაძრებიდან ერთდროულად დაიწყო ალილოს მსვლელობა ზუგდიდში. ქრისტეს მახარებლებმა ლოცვითა და გალობით ურმებით შემოიარეს ყველა უბანი და სადღესასწაულო მსვლელობა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძართან დაასრულეს. შეგროვებული საჩუქრები კი დღის ბოლოს სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცეს. ზუგდიდის გამგეობამ საშობაო საჩუქრები მეოთხე სასჯელ აღსრულების დაწესებულების პატიმრებსაც შეუგზავნა. პირველში მოგილოცავთ ღმერთმა გაგახარო და ღმერთმა გაგაძლიეროთ. შობას გილოცავ და საოცარი დღესასწაულია ვხედავ და მადლობა უფალს რომ ყველა გამოვდივართ გარეთ და აი ამ ერთად ვზეიმობთ ამ დიდ დღესასწაულს. სადღესასწაულო მსვლელობა გამართეს ალილოს მონაწილეებმა ქუთაისშიც. ქალაქის ქუჩები მორწმუნეებმა გალობით შემოიარეს და შეგროვებული საშობაო ნობათი ინვალიდთა და მიუსაფარ ბავშვთა სახლებს გადაუნაწილეს. ქუთაისში ტრადიციულად შობას ვხდებით ესე ცირეოდენი სურსათსანავაგით აგროვებთ ქალაქში და შესაბამისად მიგვაქვს ინვალიდთა პანსიონატში, რომელიც ბოლო წერტილი ღონისძიების იქნება იქ. ილოცავთ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ მოსახლეობას, ყველას შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს დღესასწაული და ეს დღე ყოფილიყო საქართველოში ყოველივე სიკეთის საწყისი, ყოველივე ახლის, ახალი შობადობის. საშობაო ალილო ბათუმის ქუჩებში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან ზუსტად 12 საათზე დაიწყო. მსვლელობა გალობით წარიმართა. სასულიერო პირებმა და მორწმუნეებმა თითქმის ყველა უბანში შეაგროვეს საჩუქრები და ტკბილეული, რომლებსაც მოგვიანებით მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლებს და სათნოების სავანეს გადასცემენ. მსვლელობას აჭარის მთავრობისა და ქალაქის მერიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ეს კიდე ერთხელ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად ვართ ძლიერები, ღმერთმა გაგვაძლიეროს, სულიერ სიძლიერეში ჩვენი ძლიერებას, ღმერთმა გაგვამთლიანოს, გაგვაერთიანოს და დღევანდელმა დღემ და ასეთმა დღემმა კიდევ ერთხელ უნდა გვაჩვენოს, როგორც ძლიერები ვართ ერთად. შობის დღესასწაული საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღინიშნა. ალილოს მსვლელობა მორწმუნეებმა საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში მოაწყვეს. მთელი ღამის განმავლობაში წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა ნეკრესის მამათა მონასტერშიც. აქ დღეს ქრისტეშობასთან ერთად წმინდა მამის აბიბოს ნეკრესელის ხსენებასაც აღნიშნავენ. ალილომდე მოსახლეობა კათოლიკოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გაეცნო. ისამების საკათედრო ტაძარში შობის დადგომისთანავე წაიკითხეს. ეპისტოლეში ილია მეორე მრევლს პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს. საუბრობს ჭეშმარიტი ღირებულებებისადმი პატევისცემაზე, მიმართავს ახალგაზრდებს და სთხოვს მედიიდან მომდინარე ინფორმაციულ ნაკადს გაუძლონ და ფსევდოკულტურის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ. ეპისტოლე უკვე შეაფასეს პოლიტიკოსებმა და მედია ექსპერტებმა. ეგოისტური ზრახვების საკუთარი მეს პრინციპი, სულიერი სისუსტე და უპასუხისმგებლობა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში იმ საკითხებზე საუბრობს, რომელიც უწმინდესის თქმით ერში ჭეშმარიტ ღირებულებებს ანგრევს. სამწუხაროდ, თითოეულ ჩვენთაგანს დღესაც გვაკლია პასუხისმგებლობის გრძნობა. ჩვენ გულგრილი ქრისტიანები ვართ, ნელთბილნი და ამიტომაც დიდ შესტომებს ვუშვებთ. ჩვენში მძლავრობს ეგოისტური ზრახვები და მეს პრინციპი და ჭეშმარიტ ღირებულებათა დამანგრეველია. პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს დღეს პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეპისტოლე წელს განსხვავებულია და ის ქვეყანაში არსებულ რეალობას შეესაბამება. განსხვავდება ძალიან მნიშვნელოვნად იმით, რომ სიტუაციას აბსოლუტურად განსხვავებული წინა წლებთან შედარებით და ეს არის აბსოლუტურად გამსჭვალული იმ ასე ვთქვათ გარემოთი, რომელშიც დღეს ცხოვრობს საქართველო, რითაც არის სწორედ მნიშვნელოვანი ეპისტოლე. ის ასახავს ყველა იმ პრობლემას,
რომელიც დღეს არის საზოგადოებაში და ეს რჩევები ყოველთვის არის გასათვალისწინებელი, ყოველთვის არის განსაკუთრებული, რომ ადამიანი დაფიქრდეს თავისი არსებობის არსზე საერთოდ და იფიქროს არა მარტო საკუთარი თავის და ოჯახის კეთილდღეობაზე, არამედ ქვეყნის კეთილდღეობაზე და აი ეს აქცენტი გამორჩეული იყო პატრიარქის ეპისტოლეში. საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ პატრიარქის ეპისტოლე გასათვალისწინებელია, თუმცა მიაჩნიათ, რომ ასეთი მიმართვები მხოლოდ რელიგიური ხასიათის უნდა იყოს და პოლიტიკურ პროცესებს ემიჯნებოდეს. მე ვისურვებდი, რომ ასეთი ტიპის მიმართვები ეხებოდეს მხოლოდ რწმენას და ადამიანის სულიერ ცხოვრებას, მის მიმართებას ღმერთთან. და არა იმის სხვა თემებს, არა თქვათ ეკონომიკას, არა ჯანდაცვას, არა პოლიტიკას. საქართველოს დამოუკიდებლობაზე იყო გამახვილებული ყურადღება და რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღესაც არის აქტუალური ეს საკითხი და კარგი იქნება ყველა ქართველი თუ იფიქრებს დამოუკიდებლობაზე, საქართველოს წინსვლაზე და საქართველოს თავისუფლებაზე. პატრიარქი ეპისტოლეში განსაკუთრებულ ყურადღებას მედიას უთმობს და ახალგაზრდებს ურჩევს ყალბი იდეალების გავლენას თავი აარიდონ. დღეს ინფორმაციული ომის ჟამი დგას. კალმით, ანუ სიტყვით ბრძოლის დრო. მასთან შეჭიდება კი გონიერმა, ცოდნე და ამასთან ღვთისმოყვარე ადამიანებმა უნდა იპირთონ. უნდა შეძლოთ ყალბი იდეალების ბატონობა. ბატონობის ჩვენს ხანაში გავხდეთ უფრო მობილიზებულნი. პატრიარქის რჩევას მედია ექსპერტები საყურადღებოდ მიიჩნევენ, ფსიქოლოგები კი იმ გავლენებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა მედიამ ადამიანის ფსიქიკაზე იქონიოს. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, უნდა ვაღიაროთ, რომ თბილისის საზოგადოებაც კი მიყვება დიდწილად ტელევიზიის პრიორიტეტებს, ამიტომ მე ძალიან კარგად მესმის, რატო შეიძლება, რომ ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს სავსე და ამ ქვეყანაში უნდა იყვნენ მოაზროვნე ადამიანები და ისინი უნდა ქმნიდნენ ძირითად კრემას, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ესე ფიქრობს, ცხადია იტყვის, რომ ეს პროპაგანდა, რომელიც მოედინება ტელევიზიებიდან, არის ცუდი საზოგადოების განვითარებისთვის და ეს უნდა შეიცვალოს. თანამედროვე ახალგაზრდობა ეს არის ტექნიკის ახალგაზრდობა და ამიტომ თავისთავად ცხადია, იქედან მიღებული სიტყვა, იქედან მიღებული ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საშობაო ეპისტოლე სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურებისას არქიდიაკონმა მამა დემეტრე დავითაშვილმა წაიკითხა, რის შემდეგაც პატრიარქმა მრევლი დალოცა და ჩობის დღესასწაული მიულოცა. და დღის სხვა ახალი ამბები ამნისტიის კანონპროექტს ხელი 12 იანვარს მოეწერება. ამ განცხადებას სასჯელ აღსრულების მინისტრი აკეთებს. ოზარ სუბარის განმარტებით, თუ პრეზიდენტი პოზიციას არ შეცვლის, ვეტო დაძლეულ პროექტს პარლამენტის თავმჯდომარე 5 დღეში მოაწერს ხელს. პატიმრებს კი 2 თვის ვადაში გაათავისუფლებენ. რაც შეეხება პოლიტპატიმართა სიაში მოხვედრილ მსჯავრდებულებს, ისინი ციხეს სავარაუდოდ კანონპროექტის დამტკიცებისთანავე დატოვებენ. პროექტის მიხედვით სახლებში 3000-მდე პატიმარი უნდა დაბრუნდეს, დაახლოებით 17000-მდე პირს კი სასჯელი შეუსუბუქდება. პროექტის ხელმოწერის შესახებ განცხადება სუბარმა დღეს ქსნის ციხეში გააკეთა, სადაც მინისტრი პატა ბურჯულაძესთან ერთად იმყოფებოდა. სტუმრებმა პატიმრებს შობის დღესასწაული მიულოცეს. ამნისტია დაახლოებით 3000 ადამიანი გათავისუფლდება და ამ 3000-ში არ შედიან ის ადამიანები, რომლებსაც დაზარალებულთა თანხმობაა საჭირო. ანუ შეიძლება ეს რიცხვი გაიზარდოს დაზარალებულთა თანხმობის შემთხვევაში, როგორც არის თაღლითობა, თქვათ ავარიები, რომლებიც სიკვდილით დამთავრდა და ასე შემდეგ. დანარჩენი დაახლოებით 17000 ადამიანს მოეხსნება, ზოგს ნახევარი, ზოგს მეოთხედი, ზოგს თქვათ ერთი მუხლი მთლიანად გაუქმდება და მეორე მუხლზე მეოთხედი ან ნახევარი რჩება და შესაბამისად იმ პატიმართა ნახევარს, რომლებიც რჩებიან ჯერ კიდევ პატიმრობაში, ნახევარს უკვე შეეხება პირობით ვადამდე გათავისუფლება. დღეს ძალიან ამაღლებელი შეხვედრა იყო ჩემთვის განსაკუთრებით. მე ძალიან მოველოდი, რომ ასეთი ის იქნებოდა, წიხვედრა იქნებოდა და ყველას მოუნდებოდა, მაგრამ დღეს იყო უამრავი პატიმარი იქ მოსული, ძალიან ორგანიზებულად მოგზაურდნენ თავისინებით და როცა გავაცანით თუ რა კეთდებოდა, ყველა ჩემს უმრავლესობა აბსოლუტურად გამოთქვა სურვილი, რომ მიიღოს ამაში მონაწილეობა. ცხოვრება კარვებში სამოქალაქო ინიციატივა, რომელიც დღემდე მხოლოდ მოქალაქეების ხელშეწყობით არსებობს. მეცხრე არხი დაინტერესდა, რატომ არ ზრუნავენ ალექსანდრეს ბაღში მცხოვრებ ნიუსაფრებზე. საუბარია მოხალისეების მიერ რამდენიმე კვირის წინ გახსნილ დროებით თავშესაფრებზე, სადაც უსახლკაროები ღამეს ათენებენ. მოლოდინის მიუხედავად დღემდე ბაღის ახალი ბინადრების მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა.
მეეთი მაღლდან იყურება და არავის არ შეერჩება. ეს ყველა მითოდეს. 79 წლის ზაურ ხადური ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პატრულმა კარავში მიიყვანა. ცხინვალიდან დევნილი უსინათლო მოხუცი ეტლზაა მიჯაჭვული. ახლა მას კარავში მცხოვრები ადამიანები უვლიან. ზაურ ხადურისთვის კარავი ერთადერთი თავშესაფარია. თუ შენ სახში არ ახალ და შენ საკუთარში ძნელია ცხოვრება ხო იცით რომ იქა გულით არაფერი არ იქნება წესი. ალექსანდრეს ბაღში გაშლილ კარავში უკვე რამდენიმე კვირაა მოხალისეებს უსახლკაროთათვის საკვები, შეშა და ტანსაცმელი მიაქვთ. თითოეული ადამიანის გამოჩენას აქ დიდი სიხარულით ხვდებიან. დედაქალაქის ცენტრში სამოქალაქო ინიციატივით განთავსებული კარავი 19 უსახლკაროს მუდმივ თავშესაფრად იქცა. უცხო კაცი შემოვიდა, მოგვიტანა წამლები. უნდა მოგვიტანოს დღეს კიდე ფეჩი. თავის ხარჯით, ისიც სესხულობს. ვის ესხეო, მეტი აღარ დამჩაო. აი ესეთ ადამიანს როგორ ამასე პატევი და მადლობა როგორ მოუხადო ღვთის წინაშე. კარავში მცხოვრებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. რამდენიმე მათგანს ფილტვების მწვავე ანთება აქვს. წამლებს ექიმის დანიშნულების გარეშე სვამენ. მათ ძირითადად ზინავთ. კამერებს გაურბიან, რადგან არ სურთ ნაცნობებმა ნახონ. მე არ ზემენახები ასეთ შვილებს და შვილებს. აი შეიძლება გამარჯვებას არ მიცხოვრო, ასე არ გამივლია და არ ყოფილა იყო მომენტი. დრო ახლა ჩამივარდა ასე საქმე. იმათ თვითონ შეეხატრება ჩემი. კარვის გაშლის ერთ-ერთი ინიციატორი დაჩი ცაგურია ამბობს, რომ თბილისის მერიასა და მთავრობას სოციალურად დაუცველთა თავშესაფრის გაკეთების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. მე მესმის, რომ ეს არის მერიის პროექტი და მერიას ეხება და ეს მუნიციპალური პროექტი უნდა იყოს წესით და როგორც საბავშვო ბაღები გვაქვს ჩვენს ქალაქში, როგორც სკოლები, ისევე უნდა ქონდეს თავშესაფარიც ადამიანებისთვის, რომლებიც ღამე ქუჩაში რჩებიან. და ამას გასაგებია, რომ მერია არ აკეთებს, მაგრამ მე მგონი ეს შეუძლია გააკეთოს მთავრობამაც. მთავრობასაც აქვს ამის უფლება ალბათ, ხო, რომ ეს გააკეთო. ყოველ შემთხვევაში მე მგონი ვერავინ ვერ დაუშლის მათ ამას. კარვის ბინადრები ყველაზე მეტად იმ პოლიტიკოსებს ელოდებიან, რომლებიც მათ ძირითად პრობლემას გადაჭრიან და თავშესაფარს მისცემენ. უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს პრობლემები შეექმნა და ათეულობით ქართველი საბერძნეთ თურქეთის საზღვარზეა გაჩერებული და თურქეთის ტერიტორიაზე შესვლას ვერ ახერხებს. საკონსულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით საზღვარზე გაჩერების მიზეზი იმ შეთანხმების ვადის გასვლა, რომელიც ქართულ და თურქულ მხარეებს შორის 6 თვის წინ გაფორმდა. ხელშეკრულება ტვირთების გადაზიდვას ეხებოდა. საზღვარზე გაჩერებული ჯგუფი თურქეთის გავლით სამშობლოში აპირებდა დაბრუნებას. ახლა თემაზე საუბარს პირდაპირ ეთერში ნოდარ ჩაჩუა განაგრძობს, რომელიც საზღვარზე გაჩერებულებს დღეს ტელეფონით დაუკავშირდა. და უფრო კონკრეტულად რომ გითხრა, რატომ არ აძლევენ მოქალაქეებს თურქეთში შესვლის უფლებას? დიახტამთა ჩვენ თურქეთ საბერძნეთის საზღვარზე დაჩერებულ ქართველებს ამდენჯერმე ვესაუბრეთ დღის განმავლობაში, როგორც ისინი აცხადებდნენ, მთავარი მიზეზი რის გამოც თურქი მებაჟეები მათ არ აძლევდნენ ქვეყანაში დაბრუნებას თურქეთის გავლით იყო ის ტვირთის გადასახადი, რომელიც თურქულ მხარეს შემოღებული აქვს იმ ტრანზიტული მანქანებისთვის და იმ მანქანებისთვის, რომელიც თურქეთის ტერიტორიას იყენებს სწორედ ტრანზიტული მიზნით, როგორც თავად ქართველები აცხადებენ, რომლებიც გაჩერებულები არიან თურქეთ საბერძნეთის საზღვარზე, ისინი გაუსაზღვის მდგომარეობაში არიან. უკვე მე რამდენი დღეა და მათ არ აქვს საწვავით და შესაბამისად თავად საზღვარზე არის საკმაოდ ციცივე, მას არ აქვს საკვების ფული. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მათი კომენტარი, რომელიც ჩვენ რამდენიმე საათის წინ ჩავწერეთ, თუმცა ბოლო საათების განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით მათთან დაკავშირებას, თუმცა მობილური ტელეფონი, რომლითაც ისინი ჩვენ გვეკონტაქტებოდნენ, უკვე გათიშული აქვთ. შემოვედით საბერძნეთში, პატარა მარშრუტკებით ავართ, დაცვანდა ჩვენი ლიფტები, წამოვიღეთ ყველაფერი. ხოდა აგერ გვეუბნებიან, ეგენი 1200 ევრო უნდა გადაიხადოთ და თან იმასაც არ გვეუბნებიან, რისთვის უნდა გადავიხადოთ. იყვენ ერთი თვის უკანაც იყვენ გადმოსული და 5 თვის უკანაც და არანაირი ფული გადასახდელი არ იყო და თან რა ერთი ფული არ აგვაქვს. საერთოში დავრეკეთ და საერთო არ შეგვიძლიაო, ჩვენში ჩავერიეთო მაგას კანონშიო. უკვე აღნიშნულ პრობლემაში ჩაბმულია თურქეთის საკონსულო. ჩვენ ვესაუბრეთ თურქეთის ვიცე-კონსულს, რომელმაც განაცხადა, რომ იგი უკვე დაუკავშირდა თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრომ და მას ტრანსპორტის სამინისტროში, როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, განუმარტეს, რომ არის ტექნიკური ხარვეზი იმ დოკუმენტის გადაგზავნასთან დაკავშირებით, რომელიც ტრანსპორტის სამინისტრომ ყოველ 6 თვეში ერთხელ უნდა გადაუგზავნოს საბაჟოს, ვინაიდან აღნიშნული კანონი, რომელიც თურქეთს აქვს მიღებული უცხო ქვეყნის ტვირთებთან დაკავშირებით, ქართულ მხარეზე არ ვრცელდება, რადგან საქართველოსა და თურქულ მხარეს შორის შეთანხმება მიღწეულია ამასთან დაკავშირებით. ჩვენთან შემოვიწყო არა დიპლომატია საგვიდა რომ ეს პრობლემა შეიქმნა. დიახ. ჩვენ ალბათ ტრანსპორტის სამინისტრო რა არჩევა პრობლემა.
იქნება მათ აღმოჩნდეს რომ ჩვენ გვაქვს შექმნება თურქეთის პალესტინა რომ მათ გადასახადებში არ უნდა იყოს საქართველოს მოხდები აჰა ეს შეფასება გავუგა ის პირანი იმის გავუგა ნაციონალური სამინისტრო საკონია საბაჟები ისეთი პერიოდა აი ხალხი პერიოდა გაჩიჩილია ასპარეზა მეგობრი გამოსცეს დოკუმენტი რომელსაც თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროდან თურქული საბაჟო ელოდება დღის ბოლომდე ან სავარაუდოდ ხვალ დღის პირველ ნახევრამდე მიიღებენ როგორც საკონსულოში განგვიცხადეს და უკვე საქართველოს მოქალაქეები რომლებიც გაჩერებულები არიან თურქეთის საბერძნეთის საზღვარზე თურქეთის გავლით ქვეყანაში დაბრუნებას შეძლებენ მადლობთ ნოდარ საბერძნეთ თურქეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეები არიან გაჩერებულები თემაზე ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა პირდაპირ ეთერში 1 ივლისიდან მშობიარობა უფასო გახდება ამ ინფორმაციას დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ადასტურებს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიაროში სტუმრობის დროს დიმიტრი ხუნდაძემ თქვა რომ ხარჯებს ერთიანი სადაზღვევო ფონდი დაფარავს რომელიც სავარაუდოდ თებერვალში შეიქმნება კიდევ ერთი სიახლე დაგეგმილია შემწეობების გაზრდა სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვისაც 1 ივლისიდან მშობიარობა საერთოდ იქნება უფასო, გაიზარდა შემწეობები სოციალურ დაუცველი ოჯახებისათვის. 1 ივლისიდან იქნება შესაბამისად გაიზრდება პირველი წევრისთვის 50 ლარი და ყოველი შემდგომისთვის 40 ლარი, ასევე 57000-დან 70000 ქულამდე შემწეობები არ იყო გათვალისწინებული, ჩვენ ეს სიახლეც შემოგვაქვს, იქნება ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარი და ყოველ შემდეგზე იქნება 15 ლარი. წუხების დაიბადა პირველ წუთში ანდრია დავარქვი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ფარავდით. 3 და 200 დაიბადა. დიდი მადლობა ჯანდაცვიდან მოვიდნენ სანახავად. რაწერია პედაგოგებისთვის მომზადებულ ახალ კონცეფციაში დღეს ეს და სხვა მთავარი თემები რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ბრუნდებით. ახლა ჩამოვედი არაბთა გაერთიანებული საიმიროდან. რისთვის ჩავიდა პრეზიდენტი დუბაიში მიხელ სააკაშვილის გახმაურებული ვიზიტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება. საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ თანხმლებს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საემიროში გაემგზავრა. საიდანაც დელეგაცია თბილისში დაბრუნდა, ხოლო მიხელ სააკაშვილის სამეფო ოჯახის წევრების პირადი მოწვევით არაბთა გაერთიანებულ საემიროში დარჩა. გარდაცვლილი ავიატორის საქმე ზურა ჭანკოტაძის ოჯახი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. ამის შემკვეთები ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი პირები, კერძოდ ეს გახლავთ გიორგი კარბელაშვილი და ირაკლი ჩუბინიშვილი. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის ახალი 9-ზე რაუნდო და საქართველოს პრეზიდენტს დუბაიში ქვეყნის პირველი პირის ვიზიტით მეცხრე არხის საინფორმაციო სააგენტო ფორჯის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ დაინტერესდა. სააგენტოს ცნობით მიხელ სააკაშვილი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ავღანეთიდან ჩავიდა და დაუდასტურებელი ინფორმაციით თან პარლამენტის რამდენიმე დეპუტატიც ჩაიყვანა. მათ შორის გოგა ხაჭიძე, მარიამ საჯაია და თინათინ ბოკუჩავო. დუბაიში სტუმრობა დღეს თავად სააკაშვილმა უფრო ადრე კი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა, თუმცა ვიზიტის მიზანი არც ერთ შემთხვევაში არ კონკრეტებულა. რაც შეეხება ჩამოთვლილ დეპუტატებს, ყველა მათგანი მედიითა და სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას უკომენტაროდ ტოვებს. ახლა ჩამოვედი არაბთა გაერთიანებული საიმიროდან. მიხელ სააკაშვილის დუბაიში ვიზიტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენიმე საათში მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ამის შესახებ მედიისთვის გახდა ცნობილი. თუმცა ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვიზიტის მიზანზე არაფერია ნათქვამი. პრეზიდენტის დუბაიში გამგზავრება ადმინისტრაციის მხრიდან არც წასვლამდე დაანონსებულა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, მიხელ სააკაშვილი ავღანეთში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სამეფო ოჯახის მიწვევით გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ თანხმლებს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საემიროში გაემგზავრა. საიდანაც დელეგაცია თბილისში დაბრუნდა, ხოლო მიხეილ სააკაშვილის სამეფო ოჯახის წევრების პირადი მოწვევით არაბთა გაერთიანებულ საემიროში დარჩა. ინფორმაცია პრეზიდენტის დუბაიში ვიზიტთან დაკავშირებით საინფორმაციო პორტალმა ფორგემ გაავრცელა. ამავე ინფორმაციით პრეზიდენტს ვიზიტისას საპარლამენტო უმცირესობის რამდენიმე წევრი ახლდა.
როგორც ფორჯისთვის გახდა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ რაც ახალ წელს ავღანეთში ქართულ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა დასასვენებლად დუბაიში გაემგზავრა. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით დუბაიში პრეზიდენტს პარლამენტის დეპუტატები ნუგზარ ციკლაური, დავით საყვარელიძე, თინათინ ბოკუჩავა, გოგა ხაჩიძე, მარიამ საჯაია, ასევე ალანა გაგლოევა, კობა ხაბაზი ახლავს თან. სტელობის მიუხედავად მათთან დაკავშირება დღეს ვერ მოხერხდა. თუმცა ინფორმაციას რამდენიმე მათგანი სოციალურ ქსელებში თავად გამოეხმაურა. ვისაც გონია რომ დუბაიში ვერთობი რამდენიმე წუთში მობრძანდეს ტაბიძაზე, დავწერ სადაც ვიქნები და დარწმუნდეს რომ თბილისში ვარ და საერთოდ სანამ ასეთ სიბინძურეს დაწერთ, იქნებ გადაამოწმოთ ინფორმაცია. დუბაიში ვიზიტი მიხეილ სააკაშვილმა დღეს რეზიდენციასთან შეკრებილ ჟურნალისტებთან ახსენა. თუმცა არ განუმარტავს მისი შინაარსი, რის გამოც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის დაკრძალვას ვერ დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა დღეს დუბაი მხოლოდ ერთადერთ კონტექსტში ახსენა, საუბარი იყო საქართველოს განვითარების დონეზე, ყოველ შემთხვევაში სააკაშვილის გუნდის მმართველობის პერიოდში და ასევე პრეზიდენტმა მედიას აუწყა ახალი მთავრობის მიერ შეჩერებული რამდენიმე პროექტი, მათ შორის ერთ-ერთი 40 სართულიანი სასტუმროა, რომელსაც სააკაშვილის თქმით სწორედ საემიროები აფინანსებდნენ. ბევრი პროექტი უკვე იყო დაწყებული. ერთი პროექტი არის ეს სასტუმრო 40 სართულზე მაღალი, ძალიან ლამაზი, რომელიც უნდა აშენებულიყო თბილისის ცენტრში და რომელიც დაასაქმებდა 20,000 ჩვენ თანამოქალაქეს. 20,000 ჩვენ თანამოქალაქეს. და ეს იყო უცხოელი ინვესტორების გასაკეთება და გუშინ წინ მითხრეს საიმიროებში, რომ ამ სასტუმროს პროექტი საქართველოს ახალმთავრობამ შეაჩერა. ესე იგი 20,000 ადამიანი დაკარგეს დატოვეს სამუშაო ადგილების გარკვევა. სრულიად აბსურდული გამოგონილი რაღაცა საბაბით. სააკაშვილმა ისაუბრა ასევე მდინარე ხონისწყალზე ჰიდროელექტროსადგურისა და თბილისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობის შეჩერებაზე, თუმცა არაფერი დასტენია მისი საამიროებში ვიზიტის მიზეზებზე, რომელთა დაკავშირებითაც სამწუხაროდ ჩვენ კითხვის დასმა უბრალოდ ვერ მოვასწარით, იმ უბრალო მიზეზით, რომ მიხეილ სააკაშვილი გაკეთებული განცხადებებისთანავე ჟურნალისტებს გაერიდა. პრეზიდენტის ვიზიტი დუბაიში, გიორგი მანჯავიძე საუბრობდა თემაზე პირდაპირ ეთერში. პოლიტიკური დევნა, რომელზეც ყოფილი ავიატორის გარდაცვალების შემდეგ ალაპარაკდნენ. სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის ძველი ხელმძღვანელი ზურა ჭანკოტაძე გუშინ გულის შეტავა მიმსხვერპლა. ოჯახის წევრები და ავიაციის სფეროს წარმომადგენლები რამდენიმე წლიან დუმილს არღვევენ და დღემდე გაუხმაურებელი ვერსიებზე საუბრობენ, რის გამოც 9 წლის წინ ზურა ჭანკოტაძე დააკავეს. გარდაცვლილის კოლეგებისა და ახლობლების მტკიცებით 2004 წელს ავიაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ციხეში მხოლოდ იმიტომ რომ მისი და მაშინდელი ხელისუფლების შეხედულებები ერთმანეთს არ დაემთხვა. სახელდება კონკრეტული გვარებიც, რომლებმაც დაპატიმრება შეუკვეთეს. გიორგი კარბელაშვილი და ირაკლი ჩუბინიშვილი. სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. 2004 წელს სწორედ ამ ბრალდებით დააკავეს ქართული სამოქალაქო ავიაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ ჭანკოტაძე. საქმე კანონით გათვალისწინებული რეგულირების საფასურის გადახდას ეხებოდა, რაც იმ დროს ავიაციის დაფინანსების ერთადერთი წყარო იყო. საფასურის გადახდა მაშინ ავიაკომპანია აირზენამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, რის შემდეგაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციას მხოლოდ პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმება და თანხის ამ ფორმით მიღების უფლება მიეცა. ჭანკოტაძის ადვოკატის განცხადებით არსებობს დაკავების არაოფიციალური ვერსიაც. ამის შემკვეთები გახდა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი პირები, კერძოდ ეს გახდათ გიორგი კარბელაშვილი და ირაკლი ჩუბინიშვილი. ეს ორი პიროვნება, იმიტომ რომ მათი განცხადება დაედო საფუძვლად ჭანკოტაძის დაპატიმრების წინა დღეს. ეს განცხადება ეხებოდა, რომ ზურაბ ჭანკოტაძემ სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შეატყობინა თითქოს ასლან აბაშიძეს რაღაც ოპერაციის შესახებ და ასლან აბაშიძემ მიიღო გადამწყვეტი ზომები და ვერ მოახერხა ცენტრალურმა ხელისუფლებამ აჭარის დაკავება. სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ზურაბ ფერიშვილი იმ პერიოდში სწორედ ავიაკომპანია აირზენაში მუშაობდა. ამბობს, რომ რეგულირების გადასახადი ყველასთვის მისაღები იყო. უფრო მეტიც პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებდა. ნაციონალურ მოძრაობასთან იყვნენ ზოგიერთი ხელმძღვანელები, ახლა გვარებს თელმა საქართველოს მიცით. როდესაც ყველა იხდის და ეს პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის ფორმა ჰქონდა ამას. რა თქმა უნდა, აქ წინააღმდეგობა უბრალოდ გაუგებარია.
ნაციონალური მოძრაობის პირადი პატიმარი. ასე უწოდებს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა ზურაბ ჭანკოტაძეს. ისინი სასჯელს მეშვიდე საპყრობილეში დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ერთად იხდიდნენ. აბსოლუტურად არავითარ მნიშვნელობა ჰქონდა ბრალეულობას. იქ იყო ადამიანების დაჯგუფება იმ ნიშნით, რომ ისინი არ იზიარებდნენ მათ იდეებსა და პირადი დამოკიდებულებით იყო უამრავი ადამიანი დაკავებული. ზურაბ ჭანკოტაძის გარდაცვალებას ახლობლები ციხეში გატარებულ წლებს უკავშირებენ. ამბობენ, რომ 4 წლის განმავლობაში მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. დღევანდელი მისი გარდაცვალება რა თქმა უნდა ამასთან არის დაკავშირებული. უმთავრესად ამასთან არის. ციხიდან რომ გამოვიდა უკვე დაავადებული იყო. საბჭოთა კავშირში პირველი დამოუკიდებელი ავიაკომპანია შეიქმნა საქართველოში, ისე რომ მას რუსეთის გარეშე შეეძლო ფრენების ჩატარება. ჭანკოტაძის ადვოკატი სამართალდამცველ ორგანოებს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. მეცხრე არხი გიორგი კარბელაშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. ლადო ბედუკაძის საქართველოში შესაძლო დაბრუნება საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება. ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განმარტებით ყველა მოქალაქეს უფლება აქვს სამშობლოში დაბრუნდეს. კობახიძე დასცენს, რომ იმ შემთხვევაში თუ გლდანი საპყრობილის ყოფილი თანამშრომელი უდანაშაულოა, მას მართლმსაჯულების იმედი უნდა ჰქონდეს. ციხეში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყო და პროცესი ჯერ ისევ გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ბელგიაში მყოფმა ბედუკაძემ გუშინ მთავარ პროკურორს ღია წერილით მიმართა და პირადად შეატყობინა, რომ მალე სამშობლოში დაბრუნებას აპირებს. ვინც არ უნდა იყოს, უფლება აქვს შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, დაბრუნდეს და ყველას უფლება აქვს მოითხოვოს სამართლიანი სასამართლო განხილვა მისი საქმის. დიდი საქმე აღძრული წამების ფაქტზე, რამდენადაც მე ვიცი, ციხის მოვლენებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო გამოძიება. რა სტატუსი აქვს მას ამ გამოძიებაში და კონკრეტულად მის მიმართ რა მიმდინარეობს, მე ვერ გეტყვით. ახალი კონცეფცია პედაგოგებისთვის განათლებისა და მეცნიერების რეფორმის სახელმწიფო კომისია, რომელსაც გიადვალი ხელმძღვანელობს, სასკოლო რეფორმის პირველ ნაწილს აქვეყნებს. კონცეფციის ავტორები მთავარ პრობლემად კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობას ასახელებენ და პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ გზებზე საუბრობენ. მათ შორისაა პედაგოგების წახალისება, სკოლასა და მეცნიერებას შორის აქტიური კავშირი და მუდმივი ტრენინგები. კომისიის პირველ ნამუშევარს განათლების სამინისტრო უახლოეს პერიოდში მიიღებს. გიამურღულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ კონცეფციას დღეს გაეცნო. თბილისის 24 საჯარო სკოლის დირექტორი განათლების რეფორმის სახელმწიფო კომისიის ახალ ხედვებს იზიარებს. მასწავლებელთა мотиваციისა და პროფესიის პრესტიჟის გაზრდას განათლების სისტემაში ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მიიჩნევს და საქართველოში კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობაზე საუბრობს. ადამიანები, რომლებზეც დგას თანამედროვე ქართული სკოლა, რომელთა ძალისხმევითაც ჩვენ კიდევ გვაქვს მეტნაკლები წარმატებები, ეს ადამიანები სახელმწიფომაც, საზოგადოებამაც და თვითონმა ჩვენგანმაც გამორჩეულად უნდა დააფასოს. არა მარტო იმით, რომ უთხრას რა კარგი ადამიანი ხარ შენ და რა კარგ საქმეს აკეთებ, არამედ მისცეს მეტი ანაზღაურება. პედაგოგთა მომზადებისა და განვითარების ახალი კონცეფცია გიადვალის ხელმძღვანელობით საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად შემუშავდა. ახალი მიმართულების მთავარი პრინციპი კვალიფიციური პედაგოგების მომზადებაა, რაც საუკეთესო მასწავლებლების წახალისებითა და კარიერული ზრდის მეთოდის დანერგვით იქნება შესაძლებელი. ეს ეხება იმ მასწავლებლებს, რომლებიც განსაკუთრებით წარმატებულები იქნებიან. ამ მასწავლებლებისთვის იქნება განსაკუთრებული პირობები შექმნილი, მათ ექნებათ როგორც ასე ვთქვათ, უფრო მაღალი სოციალური სტატუსი, ასევე შესაბამისი ეკონომიკური პირობები, ანუ ეს ყველაფერი აისახება ხელფასზეც. კავშირი მეცნიერებასა და სკოლას შორის შემუშავებული კონცეფციის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია. ახალი ხედვის მიხედვით მასწავლებლის მუდმივი კონტაქტი აქტიურ მკვლევარებთან ხელს შეუწყობს მისი კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც პედაგოგთა პროფესიას კიდევ უფრო პრესტიჟულს გახდის. მასწავლებელი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელსაც ექნება მუდმივი კონტაქტი ერთი მხრივ მოსწავლეებთან, მეორე მხრივ მეცნიერებთან და წარმატებულ ხელოვანებთან. სწორედ მასწავლებელი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად ეცდება, რომ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ერთიანი სივრცის ნაწილად აქციოს თავისი სკოლა და თავისი კლასი. განათლების სისტემაში ახალი ხედვების დანერგვასთან დაკავშირებით განხილვები უახლოეს მომავალში დაიწყება. განათლების სამინისტრო და რეფორმების სახელმწიფო კომისია დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად პროფესიონალებს იწვევს. ასეთი იყო დღის მთავარი თემები საღამოს 9 საათისთვის. მე ხოლმე დაგამშვიდობებით მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური კი მუშაობას ხვალ დილიდან განახილავს.